ეხლა შენ მითხარი, როგორც პატრონმა, სამი მიზეზი რატო უნდა იყიდო კორვეტი? იაფია პირველი, შესაბამის სეგმენტში უალტერნატივოა. საკმაოდ გამძლეა, აგრესიული სიარულის დროს არ არის ისეთი ფუჭებადი და ყოველდღე სერვისი არ ითხოვს და მესამე ყოველდღე შეგიძლია გამოიყენო რა, ისე რომ არ გეგონოს რომ სპორტული მანქანით ხარ. და ორი სავარძელი რო გაქვს. თუ არ ყავს ესეთი ოჯახი რომ რაღაც 3-4 ბავშვი ატაროს სკოლაში რატო ვერ ჩაეტევი. და ეხლა მითხარი სამი მიზეზი რატო არ უნდა იყიდო კორვეტი? იმიტომ რომ უკვე ბევრია და შეიძლება ბევრი შეგხვდეს შენაირი ავტომობილით, იმიტომ რომ პორშეების და ფერარების პატრონები ცოტა დაჩაგრული თვალით გიყურებენ, დასაჩაგრი თვალით უფრო სწორად და მესამე რა ვიცი. ბევრს წავს. არ წავს ბევრს. რამდენს წავს? თუ მოინდომებთ 13-ს, 14-ს. ეხლა შენ თუ ახალს ტოვებ ხოლმე დაღმართი და აკრომ. 15-ს, პლუს-მინუს 15-ს. რაც მსგავსი ცხენებიანი მანქანისთვის ძალიან ისეთი ოპტიმალური. თუ 8 ცილინდრიანი ძრავისთვის და ამ ხელა მაგდენი მინუსი არ აქვს რა, ის 2 მინუსი მე მგონი საკმარისია.